წებას და მათთვის ასევე ბუნდოვანი რჩება თარიღი, მით უმეტეს, როდესაც ეს ბუნდოვანება კონკრეტულმა თარიღმა, რომელიც თავისუფლად ცუდი არ არის, შემოიტანა, იმიტომ რომ ცოტა შორი პერსპექტივა იყო 2030 წელი, მაგრამ როცა ამაზეც აღმასრულებელი რგოლი ევროპის და ევროსტრუქტურების ამბობს, რომ ესეც არ არის სწორი, რომ ასე კონკრეტული ძალიან მკაფიო დრო დავასახელოთ, კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანებაა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველოს რა დროშიც არ უნდა იყოს ეს გაწერილი თუ შემჭიდროვება დეში თუ პირიქით თუ ასე შემდეგ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მეტად დავუახლოვდეთ ევროპას, ჩვენი გაცხადებული კონსტიტუციური მიზანია და ქართული ხალხის სურვილია, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ევროპული ღირებულებებით, ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებებით და არა მის გარეშე, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს წარმოუდგენია და საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი. საქართველო ამისთვის და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს კარგად. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, თქვენი ოპონენტი იგივე თემას უაზრდათ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, თქვენი ოპონენტები და ნიკა კვარამია შეფასებას აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, თუმცა არა ქართული ოცნების პირობებში და რომ ხელისუფლება როცა შეიძლება შემდეგ მოხდება. მათთან განცხადებაც როგორ არის? ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიცია გაიყო ორ ჯგუფად. მაშინ როდესაც როგორც იტყვიან ხოლმე სინათლის სხივი გამოჩნდა და შეიძლება მართლაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ 100%-იანი ამას ვერავინ იტყვის, მართლაც გუშინაც იყო პარტიის თავმჯდომარისგან, ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარისგან, ირაკლი კუბახიძისგან ამაზე საუბარი 50-50-ზე, როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხება, ეს ასია. მაგრამ როდესაც შანსი გამოჩნდა რეალურად ეს ჩვენმა ოპონენტებმა დაინახეს, რომ შეიძლება მართლა მოგცენ კანდიდატის სტატუსი, აი აქ ატყდა პანიკა. და ორ ჯგუფად გაიყვნენ. ერთნი, რომელიც ისევ ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიიღოს და ამაზე ააგონ წლევანდელი შემოდგომის და ზამთრის გეგმები, მეორე, რომელიც ჯგუფი ასევე ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ არ მიიღოს და ამაზე ააგონ 2024 წლის ანუ არჩევნებთან დაკავშირებული თავისი გეგმები. საერთო ამ ორ ჯგუფს შორის არის მიზანი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ და ვერ მიიღოს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მათ გეგმები უკრებათ, ენგრევათ და ნიკა კვარამია ამ შემთხვევაში რადგან მკითხეთ, აღმოჩნდა იმ ჯგუფში, რომელიც შედარებით რაციონალურად თუ შედარებით თუმცა ხას უსვამ ამ სიტყვას, პრაგმატულად ფიქრობს და ფიქრობს, რომ წელს კანდიდატის სტატუსი არ მიიღება ხელისუფლებას ვერ ააყირავს, როგორც ისინი საუბრობენ, ვერ დაამხობენ ამ ხელისუფლებას და ფიქრობენ, რომ საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენონ ეს ყველაფერი. მაგრამ ერთი თავარი ავიწყდებათ, რომ დიახ, ქართული ხალხის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაშია ქართული ოცნება, დიახ, ქართული ხალხის დამსახურება ასევე ის, რომ ეს ქვეყანა რეალურად ამ სპეკულაციური მესიჯების და ყოველგვარი საუბრის გარეშე ფაქტი ის არის, რომ მიდის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. ეს ავიწყდებათ მათ და თითქოს ჩვენ წინს ეხლა რომ ქართული ხალხის და დიახ, ქართული ხალხის დამსახურება ყველაფერი. ხელისუფლებას ქართული ხალხის დამსახურება, ევროპული პერსპექტივას და ევროპული გზაც ქართული ხალხის დამსახურება და ამ გზას რომ არ გადაუხოს არასდროს ქართული ხალხი, საქართველოს და საქართველოს რომელიმე ხელისუფლება მომავალში მიცამდა იყოს, ესეც ქართული ხალხის დამსახურება იქნება. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, როგორც ვიცით, მათ დაამტკიცა კამპანია და მიემგზავრება კანდიდატთან დაკავშირებით, თუ ეს ინფორმაციით მათ თავრობისგან ამ სოციალურ ნებართვა არ გააჩნია, არის ეს კონსტიტუციის დარღვევა. შეთანხმებულად უნდა მოხდეს გასახის საგარეო. დიახ, თქვენ სწორი ინფორმაცია გაქვს, მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, მეც იგივე ინფორმაცია მაქვს ზუსტად, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს თანხმობა საქართველოს მთავრობის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას, კომპეტენციას, მის კომპეტენციაშია, ანუ კონსტიტუციის მიხედვით საგარეო კურსის განსაზღვრა და მოქმედება ამ კურსის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არ ღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ ამ უარსაც თავის მიზეზები აქვს. ასე მშრალად და ფორმალურად არა, მხოლოდ ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის ეს კონსტიტუციის დარღვევა და კონსტიტუციის უპატივცემულობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ ამ შეუთანხმებლობას, დაუთანხმებლობას მთავრობის მხრიდან აქვს კონკრეტული მიზეზები. მაგალითად, მე შემიძლია
მე შემიძლია გაგახსენოთ მაგალითს აქვს ერთი მაგალითი ბევრი ასეთი აი აქ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან ბოლო გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტის რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გამოსვლა ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით გულში მაინც ზოგიერთი თქვენგან ისე ზებირად შეიძლება ყველამ ეს ვერ გაბედოს როდესაც დიახ კონკრეტულ მაგალითს არ მომეწონა არა რა იყო საქართველოს საწინააღმდეგო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო რომ საქართველოს თითქოს დღეს არ იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ეს პათოსი იყო მაშინ მის განცხადებაში ეს თქვა და საქართველოს დღეს გატარებული რეფორმებით ახორციელებს ყველა იმ საჭირო მოქმედებებს რომელიც ევროპული კურსის სწორად განსაზღვრისათვის როგორც პრიორიტეტისათვის ამ ქვეყნისა არის საჭირო და მეორე ასრულებს რეკომენდაციებს შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე და ჩვენ ვიცით რომ თუ კი ობიექტური შეფასება სადმე დაიდო მათ შორის ევროკავშირის ობიექტური შეფასება ეს იყო ქულებითაც კრიტერიუმებითაც შეფასება სადაც საქართველოს იყო მოწინავე ადგილზე და სხვა ქვეყნებს ანალოგიურ სიტუაციაში მყოფებს უსწრებდა ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი და მაშინ როდესაც აი ამ ფონზე როდესაც ევროპელი ჩვენი კოლეგებიც კი შეფასების კრიტერიუმებით ადასტურებენ რომ საქართველოს პირველია ამ მიმართულებით და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან საწინააღმდეგო საუბრობს რა თქმა უნდა რისკები არსებობს იმასთან დაკავშირებით რომ მისი ვოიაჟი რომელსაც არ ეთანხმება თაობა სწორედ ამის გამო იყოს ასევე ამაზედა გამომდინარე და მთავარი კიდევ ვიცით რა არის ჩვენ ძალიან კარგად ოდიში თავარად არა ეს არის თქვენი საღამოს ეს ცხრიან გამოშვებაში იქნება თქვენ რა თქვით და მე რასაც ვამბობ ეს ჩემ სინქრონში იქნება ნახეთ თუ შეიძლება ნახეთ ასე ნუ შეაფასეთ იმიტომ რომ საქართველოში დღეს არ უნდა მოიძებნებოდეს არც ერთი ადამიანი სულ რომ ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება რეკომენდაციებს შესაბამისად არ და ვერ ასრულებდეს საქართველოს გულშემატკივარმა საქართველოს მოქალაქემ ნებისმიერმა მის სტატუსის მიუხედავად უნდა თქვას რომ რეკომენდაციები სრულდება და საქართველოს იმსახურებს მით უმეტეს მაშინ როდესაც ეს მართლაც ასე ხდება როდესაც რეკომენდაციები სრულდება როდესაც საქართველოს მოწინავეა ნუ მაწყვეტინებ თუ შეიძლება ნუ მაწყვეტინებ ბოდიში თქვენ უზრუნველყოფთ ჩემი სინქრონის ეგრეთ წოდებული როგორც თქვენ ეძახით შეწყვეტა შუაში ეს არის სული რამ ამიტომ გთხოვთ მეორედ ნუ გააკეთებთ იგივეს არ ჩაკითხვა რა შუა გზაში ნუ ჩამეკითხებით წერტილთან ჩამეკითხებით ძიმესთან ჩაკითხვა ნიშნავს წინადადების დაუმთავრებლობას ბოდიში ასევე ნახეთ როდესაც ევროკომისია სრულად შესრულებულად მიიჩნევს სამ რეკომენდაციას დანარჩენს ნაწილობრივ შესრულებულად ჩვენ ამაზე ვეკამათებით მიდის დისკუსია და ვამბობთ რომ 3 კი არა 10 და 11-ია და გავდივართ ბოლოში და საქართველოს მოქალაქე ჟურნალისტი პრეზიდენტი თუ რიგითი ნებისმიერი მოქალაქე ამბობს რომ არა არ იმსახურებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს რეკომენდაციები არ არის შესრულებული არ ვდგავართ ჩვენ სწორ გზაზე ჩვენ ვადგავართ რუსეთის გზას ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება ეს არის საბოტაჟი და სწორედ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის უთანხმოება და უთანხმოება დაკავშირებულ საქართველოს მთავრობის და შესაბამისი გადაწყვეტილება ამიტომ ძალიან გთხოვთ ამ ქვეყნის აი აქ ტრიბუნიდან პარლამენტის ტრიბუნიდან აი ნახეთ ბოდიში გავით დამთავროს ბოდიში ყოველთვის პროგრამული განცხადებებით გამოირჩევა სალომე სურაბიშვილი არა არ გეთანხმებით ნახეთ რატო არ გეთანხმებით თქვენ თავარი არხი ანუ ნაციონალური მოძრაობა და ახლა ეს ჩემი აზრია უკაცრავად როდესაც მთავარი არხი ანუ იგივე ნაციონალური მოძრაობა ასე უჭერს ხარს საქართველოს პრეზიდენტს რომელსაც რას კადრებდა დავანებთ ამ ყველაფერს თავიდან დღეს ასე ერთიანები არიან საკუთარ მისის ბოქში სხვას რომ რაც მე უკვე ველაპარაკე ყველაფერს თავი დავანებოთ აი ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა რომ როგორც ქართული რადიკალური ოპოზიცია იგივე ნაცმოძრაობა თავის ყველა ჯგუფით და კლასტერით ასევე სალომე ზურაბიშვილი ერთ ნარატივზე არიან და ეს ნარატივი საბოლოო მიზნად ისახავს რომ საქართველოს არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და როდესაც ეს ვიცით ძალიან კარგად მაშინ ხალბატონის სალომეს ეგრეთ წოდებული ვოიაჟი არის
რისკის შემცველი, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, აი თქვენი ასეთი დაცვა სალომე ზურაბიშვილის, თქვენი რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენთ ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის ნაციონალური მოძრაობა ნიშნავს იმას, რომ თქვენ ერთ ნარატივზე ხართ, ანუ საქართველოს საწინააღმდეგო ნარატივი ქვია ამას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? სულ რომ ამას არ ნიშნავს. როდესაც საქართველოს პარლამენტის ტრიბუნაზე წლიური ანგარიშით გამოდის პრეზიდენტი და ამბობს იმას, რაც დააზიანებს საქართველოს, რაც დააზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და საქართველოს პრეზიდენტის პათოსი რომ იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო არ იმსახურებს სტატუსს, იმიტომ რომ რეკომენდაციები არ აქვს თითქოს შესრულებული, ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება. გუშინ ამბობდა, გუშინ მოდის ბოლომდე უნდა ახლავე დავამთავრებ და ერთი წინადავე დავამთავრებ თქვენ ნებართვით. გავიგე. ნახეთ, დიახ, იმიტომ რომ ვერ ააყირავთ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში და ამიტომ არ გსურთ თქვენ და სალომე ზურაბიშვილს რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. სხვა მიზანი არ აქვს. შეიძლება სხვა მხრივ საქართველო გიყვართ, მაგრამ აი ესეთ ამჯერა მაინდა-მაინც გავიგე, იმიტომ რომ არა, ესე ზოგადად დასავლეთ პარტნიორებს თქვენაც ნუ მიიწევთ და მათი სახელით ვლაპარაკობთ ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი დასავლეთიდან ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან თუნდაც და მისი წარმომადგენელი არ უნდა ლაპარაკობდეს ქართული ხალხის სახელით. ასეთიც ვნახეთ ჩვენ ვიცით მეგობრობა, მაგრამ ვიცით სუვერენიტეტი, ვიცით ზუსტად რას აკეთებს ქართული ხალხი და საქართველოს ხელისუფლება იმისათვის რომ რეალურად ჭეშმარიტ ქრისტიანულ ევროპულ ტრადიციულ ღირებულებებზე ვიზრუნოთ და ასე გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. თქვენ ამას აკეთებთ საპირისპიროდ და თქვენ რეალურად არ გსურთ ერთი რაღაცის გამო, იმიტომ რომ ხელისუფლება გაიმყარებს პოზიციებს, ეს გაცხადებული თქვენმა სპიკერებმა ეს თქვეს გაცხადებული არგუმენტია თქვენი სპიკერების, ანუ ნაცმოძრაობის სპიკერების, ნაცმოძრაობის სპიკერების საიმისოდ, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ვერ დაამხობენ, ვერ ააყირავებენ, ვერ შეცვლიან და ყველაზე ცუდ სიზმაშიც კი არ უნდა წარმოიდგინონ ის რომ საქართველოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს მხოლოდ იმის გამო რომ გაიმყაროს თურმე პოზიციას საქართველოს ხელისუფლება. არა, აღარ გისმენთ, ბოდიში. მე 4 კითხვაზე გიპასუხეთ. სახელმწიფოებრივი გამოსვლა მოსახლეობის შეფასება იყო მაშინ მართალი გულის. ანუ გამოდის რომ საერთაშორისო მიმართულებით მას არ ქონდა დამაზიანებელი გზავნილები ქვეყნების სტატუსთან. ერთი ეს ნაწილი გახლავთ, რომ სამთრო რისკის შემცველი არის. მაშინ რატომ არ მისცა მთავრობა თანხმობა და უფრო კარგი იქნებოდა სახელმწიფოებრივად, რომ მას მთავრობა წარმოადგენდა. მოდი გავამარტივოთ. გავიგე. და მეორეს კითხავთ, როცა ამბობთ, რომ პრეზიდენტმა დაარღვევა კონსტიტუცია. კონსტიტუციის დაარღვევა შემთხვევაში არის იმპიჩმენტის საბუთი. ბოლო კითხვი დავიწყე. დიახ, კონსტიტუციის დარღვევა არის იმპიჩმენტის საფუძველი, თუმცა იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჩვენ არ დავძრავთ თემას. ერთადერთი მარტივი მიზნის გამო თქვენ ხედავთ თავარი ჟურნალისტი როგორ იცავდა ახლა სალომე ზურაბიშვილს. ანუ ნაცმოძრაობა როგორ იცავდა სალომე ზურაბიშვილს. იმპიჩმენტს თუ შეიძლება ჩემი აზრია და ნუ შემიზღუდავთ, როგორც თავის დროზე თქვენი ხელმძღვანელები უზღუდავდნენ თავისი აზრის გამოთქმას ადამიანებს, ასე თქვენ ნუ შემიზღუდავთ ახლა დემოკრატია აღარ არის ის. გავიგე. არა, ჩემთვის თავარი ყოველწლიურად ნაცმოძრაობიდან რა გავაკეთო უკაცრავად. მაპატიე დიდი ბოდიში, მაგრამ ნაცმოძრაობა იქნება ყოველთვის თავარი არხი და ამას ნუ შემიზღუდავ. 2012 წლამდე ამას აკეთებდნენ ტყვით და თქვენ ახლა სიტყვით აკეთებთ იგივეს და ბოდიში თუ შეიძლება ტყვით აკეთებდნენ, სოცხით აკეთებდნენ ბოდიში ამის თქმა რომ იწევს, კასტილებით აკეთებდნენ 1000 უბედურებით 2012 წლამდე და თქვენ ახლა სიტყვით აკეთებთ იგივეს და სიტყვის თავისუფლებას როგორ შეიძლება დეპუტატს რო უზღუდავთ? რას ქვია თქვენ მეჩრებით, იმიტომ რომ ჩემი აზრი არ მოგთან. დამშვიდით დაწყნარით. ხო არა ხართ, რას თქვენ პასუხობთ? თქვენ ამისთვის შეკითხვა. თქვენ არ მოგმართავთ. ხალბატონ თეონას მიმართავ, პირველი არხის ჟურნალისტს. დიახ, ჩემი აზრით ტელევიზიამ თავარი არხი არის ნაცმოძრაობა. დიახ. თქვენი აზრით არასწორია, ჩემი აზრით სწორია და ქართული ხალხის აზრით უმრავლესობით კიდე სწორია. დიახ. იმპიჩმენტს რაც შეეხება მტკიცებულებამ, თავარი არხიც კი როგორ იცავს, ანუ იგივე ნაცმოძრაობა როგორ იცავს სალომე ზურაბიშვილს ალბათ ხედავთ. ჩვენ გვჭირდება იმპიჩმენტის შემთხვევაში, ყველაფერს თავი დავანებოთ სხვა საკითხებს, ოპოზიციის ხმებით, ეს თქვენ იცით, როგორც არის გათვალისწინებული პროცედურა, ამი ძალიან კარგად იცით და წარმოუდგენელია, რომ ოპოზიცია და პრეზიდენტი, რომელიც ერთ ხმაში საუბრობს დღეს
მათი ტელევიზიები, მათი პოლიტიკური განშტოებები, კლასტერი, ანუ ნაცმოძრაობის ყველანი ერთად როგორც საუბრობენ, ხო წარმოუდგენია დღევანდელმა დღემაც აჩვენა, როგორ უჭერს ხარჯს ნაცმოძრაობა სალომე ზურაბიში, შესაბამისად იმპიჩმენტი არის გამორიცხული, ამიტომ ვისაც აპრიორი თავიდანვე გამორიცხულია, ამ საკითხის დაზრასაც აზრი არ აქვს. მეორე პირველი კითხვა თქვენი იყო გავამარტივოთ. აი ძალიან პრიმიტიულ ენაზეც კი რომ დავიყვანოთ ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის შიგნით ცუდი რაღაცები ლაპარაკა ქვეყნისთვის, ქვეყნის გარეთ შემდეგ შეეცადა გამოესწორებინა და კარგი რაღაცები ლაპარაკა. ეხლა მე საქართველოს მთავრობა უნდა იმკითხავს, რომ და ამ ადამიანს შეიძლება რომ ქვეყნის შიგნით თუ რამე სიტყვის ის ქვეყნის გარეთ არ გადის, ვერავინ ვერ გაიგებს ამას. აი წარმოვიდგინეთ თუ აქ მივდივართ არ ვიცი, მაგრამ რადგან ქვეყნის გარეთ ერთხელ ქვეყნის შიგნით ცუდი თქვა, ქვეყნის გარეთ კარგი თქვა. ქვეყნის გარეთ რადგან კარგი თქვა, იქნებ ახლაც კარგი თქვას, მაგრამ რომ არ თქვას კარგი, ისევე დამაზიანებელი განცხადებები რომ გააკეთოს, ანუ ხვდებით რა რისკებში და არასერიოზულობაში შევდივართ. მაშინ როდესაც ჩვენ მოსმენილი გვაქვს, ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, გარეთ შიგნით ხან ასე ლაპარაკობს, ხან ისე ლაპარაკობს, მერე მიხვდება ხალხის რეაქცია უზრუნველყოფს სხვათაშორის. ქვეყნის შიგნითაც კი შედარებით გაასწორა მესიჯები თუ გახსოვთ, რამდენიმე დღის შემდეგ 26 მაისის დამოუკიდებლობისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე შედარებით დარბილებული ქონდა ის საქართველოს საწინააღმდეგო მესიჯები, რაც გაახმოვანა პარლამენტში და რატომ იცით? იმიტომ რომ მთელი იმ დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში თუ რეაქცია სადაც შეიძლება უდნავ მაინც გაგეზომა, ქართული ხალხის რეაქცია იყო, ქართული საზოგადოების რეაქცია იყო უკიდურესად მძიმე. და ამ მძიმე რეაქციამ ასე როგორც ჩანს გავლენა იქონია, ისევე როგორც თქვენაც გაიხსენეთ წინა პერიოდში, როდესაც ის უცხოეთში, სხვა ქვეყნებში აკეთებდა განცხადებას და ჩვენ ახლა რა ვიმკითხავთ, რომ აქ ზოგჯერ კარგ განცხადებას აკეთებს, ზოგჯერ სულ განცხადებას აკეთებს და ამაზე დაყრდნობით მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილებები. ანუ რისკის შემცველი, როდესაც თქვენი კოლეგის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წეღანასი თავგამოდებით იცავდა, კითხვას პასუხობდი, რისკის შემცველი სპეციალურად თქვი და არ თქვი მაინც და მაინც სუსტად ვიცით, რომ ასე შეიძლება კარგი რაღაცებს ილაპარაკოს, მაგრამ შეიძლება არ ილაპარაკოს. ანუ ეს რიტორიკა, პრეზიდენტის რიტორიკა არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს განცხადებები იწერება, ილექება, ევროპელ ჩვენ კოლეგებს მიეწოდება და გარკვეული შთაბეჭდილებები რჩება და ახმედზე რო ლაპარაკობ, ხო, ახმები აქედან გამომდინარეობს და ეხლა ასეთ რისკიან გადაწყვეტილებებზე ვერ წავალთ, ხო? არა, ნახეთ, არა, რა მნიშვნელობა აქვს ხა? ერთად ხალბატონ თეონა, გავიგე. თუ არა, ანუ თუ გააფუჭებდა საქმეს, მე ყოფილიყო რეაქცია თქვენ მეუბნებდა, გაფუჭებულ საქმეს არაფერი არ შვილის ხომ. ეხლა ისედაც თუ გასაფუჭებელია, მაინც გააფუჭო, ისედაც მიდის. წარმოვიდგინეთ. მთავრობის თანხმობის გარეშე წასვლა იმას ნიშნავს, რომ რაღაცა კონკრეტული მიზანი, მაგალითად შეიძლება რაღაცა სასწაული კი არ ქნას. შეიძლება ქნას, მაგრამ შეიძლება იმასზე იყოს აქცენტი გაკეთებული, რადგან რაღაცა იმედი გაჩნდა, რომ შეიძლება გლობალური ომის პარტიის ზრახვები სისრულეში ვერ მოვიდეს, მისი აგენტურის, ქართველი აგენტურის სამწუხაროდ ჩვენ თანამოქალაქეები და პოლიტიკოსების ზრახვები სისრულეში არ მოვიდეს და ანუ მივიღოთ, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამ ფონზე შეიძლება ერთადერთი მიზანი ისიც კი იყოს, ამასაც არ გამოვრიცხავ მეორე მხრივ, რომ მან მიიწეროს ეს პოზიტიური გადაწყვეტილება. ვინც უნდა ის მიიწეროს? ხალხის უმრავლესობა, საზოგადოება, ქართული საზოგადოება ხო ხედავს მირას აკეთებს სინამდვილეში. ქართული ოპოზიცია, ძალიან მოკლედ რო ვთქვა და მათთან არის მათი ტელევიზიები არიან და საქართველოს პრეზიდენტი სამწუხაროდ ყველაფერს აკეთებენ იმისაც, რომ საქართველოს არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ეს გამოიყენოს საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პირიქით, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, აი ამ განზრახვის გაშიფრვა მარტივად როცა შეიძლება, მთავრობის არ დათანხმებაც ლოგიკურია, მაგრამ ეხლა თუ ჩავიდა და საქმე გააფუჭა, მე როგორ შეიძლება ცოტა გვიანიც იყოს. თუმცა თუ ვინმეს მიწერა უნდა ამისი, ეს არ შეიძლება ყველაზე ბოროტი მიზანი იყოს, აი ამ საბოტაჟური მოქმედებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის იქით რას გააკეთებს, როდესაც არ ხარ დაზღვეული, ასეთ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. დიახ. შემდეგ. დიახ. კონსტიტუციას მაღლა არავინ არ დგას. ყველა იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, ანუ ქართული ოცნების წარმომადგენლობა იღებს შესაბამისი რეაქციით უნდა ყოველთვის. მაგრამ იმ გადაწყვეტილებებში, რაც კონსტიტუციის თანახმადვე და ქართული კანონმდებლობის თანახმად საჭიროებს ოპოზიციის მხარდაჭერას და ამის იმედი როდესაც არ გაქვს, იმიტომ რომ ოპოზიციის და საქართველოს პრეზიდენტის ნარატივი ძალიან ხშირად და შეგვიძლია პირობითი პროცენტი ვთქვათ 80-90% შემთხვევაში ემთხვევა ერთმანეთს, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ აქვე გეუბნებით არის კითხვა არავის არ დაუსვამს და არ შემოთანხმებია უმრავლესობასთან და არ შემოთანხმებია ფრაქციასთან, თუმცა ზუსტად ვიცი მათი აზრით და ამიტომ თამამად საუბრობთ ამაზე. მართლაც ფუჭად ჩაივლის ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტის თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი თქმა გვიწევს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს არც ერთ შემთხვევაში არ დაეთანხმება. უკვე მე სწორია, არასწორია, უპრეანია, როგორც თქვენ ხოლმე თუ არა, ამ ეს მეორე ხარისხოვანი ხდება, როდესაც წინასწარ ვიცი, რომ ერთ ნარატივში მოქმედი ერთი მიზნი საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედი ადამიანები ერთმანეთს არ დააზიანებენ, იმპიჩმენტის აღძვრას, იმპიჩმენტის საკითხის დაკნებას აზრი ეკარგება. ამიტომ თქვენ ზუსტად ის რაც გითხარით და ოდიში თქვენ შეთანხმდით. მოდი მითხოთ შემდგომში. არა მხოლოდ მე მინდა თქვენს განხილოთ იმაში, როგორ აკეთებთ ანტირუსული კამპანიის ფარგლებში, ჭყალებში, ჩემი აზრით, რუსულ საქმეს თქვენ. ეხლა გეტყვით, თქვენთვის უცნაური ამბავი უნდა გითხრათ. რამდენიმე ეს ცალკე კარასინის განცხადება, რა თქმა უნდა, დასაგმობზე მეტია. მაგრამ კარასინის განცხადება ცალკე აღებული არ უნდა განვიხილოთ, ჩემი აზრით და ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული, ეს იყო რამდენიმე დღის წინ კიდევ უარესი, შეიძლება შევადაროთ ერთმანეთზე უარესია, მაგრამ კიდევ უარესი განცხადების გადაფარვის ცდილობა იმ განცხადებისა, რომელიც გააკეთა მედვედევმა. მედვედევმა გამოხატა სურვილი და აქტიური მტკიცებულება დადო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის სურვილისა და ამ განცხადებამ იმდენად არასწორი განცხადება იყო. აღშფოთება და გაღიზიანება გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოში და მის პარტნიორებში, არამედ თავად ოკუპირებულ ტერიტორიაში დღეს დე-ფაქტო ხელისუფლებაში, არაკანონიერ ხელისუფლებებში. და ჩვენ განცხადებაც ვნახეთ, რომ ამის წინააღმდეგ მათაც კი გაბედეს განცხადების გაკეთება. იმდენად დამაზიანებელი და არასწორი იყო, რომ ამას სჭირდებოდა გადაფარვა და ეს მისია იყო ჩემი აზრით კარასინმა და იყო აი ამ სურვილის მტკიცებულების სურვილის ანექსიის სურვილის მტკიცებულების ჩამორეცხვის მცდელობა კარასინის განცხადება, რასაც საქართველოში აქტიურად ნებით უნებლიეთ, არ ვიცი დავაბრალოთ თუ არა ამისი ნება, ნაცმოძრაობის ტელევიზიები, ოპოზიციონერი ჟურნალისტები, რასაც ხელს უწყობდნენ. ანუ ერთმანეთზე უარესი ორი განცხადებიდან, ერთმა გააღიზიანა მედვედევის განცხადებამ ანექსიის მტკიცებულება იყო. ის განცხადება, მედვედევის განცხადება და აღშფოთება გამოიწვია აფხაზეთშიც და სამარჩაბლოშიც კი. და უკანონო ხელისუფლების ამისი გადაფარვის მცდელობა იყო კარასინის განცხადება და ამ გადაფარვის მცდელობაში თქვენ ეხმარებით აქტიურად. არა, არ უნდა მეჭმალულიყო. თქვენ იმდენად აწიეთ, თქვენ კარასინის განცხადებას გაცილებით მეტი დრო დაუთმეთ, გაცილებით მეტად გააშუქეთ, გაცილებით დიდი პიარი გაუკეთეთ, ვიდრე მედვედევის განცხადებას, რომლის გადაფარვის მცდელობა იყო. ერთი წარმოუდგენელი განცხადებაა, პირდაპირ გეუბნებით. მეორე წარმოუდგენელი განცხადება. თქვენ ეს რუსული ნარატივი უკეთესის კონტექსტში მე რაც არ დამიპირებია, ასე დააპირეთ, რომ წარმოგიჩინეთ. ახლა ჩამეკითხეთ, უკეთესი იყო ესო? მე ორჯერ გავიმეორე, ერთმანეთზე უარესი ორი განცხადება, ერთის გადასაფარად მეორე გაკეთა მეთქვა, თქვენ მეკითხეთ, უკეთესი იყო? მე რომ ეს წარმომცდეს, მე პოლიტიკოსი აღარ უნდა ვიყო. უკეთესი განცხადება ან საქართველოს საწინააღმდეგო, მისი სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო განცხადება გთხოვთ თქვენ პირადად, აღარასდროს მოიხსენიოთ უკეთესად. ეს სიტყვა მე კი არ თქვენი შტაბ-ბილეთები თქვენთვის შეინახეთ, ნახეთ უკეთესი, ნახეთ ოკუპანტი მხარის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში უკეთესი ეძებეთ თქვენ
და ჩვენ კიდევ უარეს ვეძებთ, იმიტომ ვეძებთ უარეს, რომ ყველა ფაქტთან დაკავშირებით გქონდეს ჩვენი ადეკვატური რეაგირება. მათ შორის ისეთი, როგორიც ახლა გავაკეთე მე თქვენთან. გააკეთა ამასთან დაკავშირებით. გააღწევა განცხადება. არა, მედვედევის განცხადებას და მისი აი ამიტომ ზუსტად ნახეთ თქვენ მეკითხებით მედვედევის განცხადების გადაფარვის მცდელობას რატომ ხელახლა არ გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მე ასე ვფიქრობ. კი, გამოეხმაურა უკიდურესად დამაზიანებელ განცხადებას ეს და მისი გადაფარვის და მისი პიარის გამოსწორებელ განცხადებებზე ეხლა ყველა განცხადებაზე რამდენი პიარის გამოსწორების მცდელობა იქნება რუსული პიარის გამოსწორების ჩვენ დევნაც არ აპირებდა და ვარ ვაპირებდა და თქვენს დიეთ კი ბატონო. თუ შეიძლება დავამთავროთ. ოდის. საპენსიოზე შე. აქ შეიძლება ცოტა გაგიკვირდეთ ჩემი განცხადება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საპენსიო სააგენტოს მართებდა მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. საქართველოს ყველა მოქალაქე სანამ არ იქნება დარწმუნებული რასაკეთებს, თავად რა გადაწყვეტილებას იღებს თავის დანაზოგთან დაკავშირებით, რომელმაც მისი სწორი ცხოვრება, მისი ელემენტარული ღირსეული ცხოვრება მატერიალური თვალსაზრისით უნდა უზრუნველყოს მის სიბერეში. მანამდე არანაირი გადაწყვეტილება არ შეიძლება მიიღო რაღაც რადიკალური და გარდამტეხი და ასე შემდეგ. არ შეიძლება ვიდრე საქართველოს ყველაზე გაუთვითცნობიერებელ მოქალაქესაც კი ბოლო ადამიანს გათვითცნობიერების ამ საკითხში გათვითცნობიერების თვალსაზრისით არ გაათვითცნობიერებ ბოლომდე და არ გააგებინებ რაშია საქმე მანამდე იმჯერ რაღაც გადაწყვეტილებაზე და თქვა რომ იცი რა ეხლა უნდა მივიღოთ ეს რაღაც მაღალ რისკიანი კი არ არის, მაღალ მომგებიანია. კი ბატონო, შეიძლება ეს ასეც არის. ჩვენ შეიძლება ამ საკითხებში ვითანხმებით, მაგრამ მიიღონ ჩვენი გულწრფელი კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ საპენსიო სააგენტოს მართეს მისი საქმეა კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ყველა დეტალთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობა. ვიდრე ეს არ მოხდება, ჩვენ უკვე ეკონომიკის სამინისტრო მაგათაც შემოიტანა და ეს წარმოუდგენელია რო არ ცოდნოდათ იმ ადამიანებს, ვინც ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა ერთმანეთს ძალიან კარგად გაცნობდა ჩვენი პატრიოტიზმის მინდა ნიკოს დაუდასტურო, მაგრამ ბატონი ნიკოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი და საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი, როდესაც ეს საკითხი განიხილებოდა პირველი მოსმენით, კომიტეტის სხდომაზე იყო თუ არ ვცდები, ერთის და მეორეც. და როდესაც ბრიფინგს ატარებ და ამ საკითხს არ ახსენებ, ეს არ არის სწორი. ჩემი აზრით, მე ამასთან დაკავშირებით საუბარიც მქონდა ზოგადად გუნდში და არა მათთან, მათ პირადად რა თქმა უნდა არ დავკავშირები ვარ და გუნდის აზრით ვიცი, არ არის სწორი, როდესაც არ ეუბნები საზოგადოებას, ეუბნები ერთ ხარეს, რა კარგია რაღაც, კი ბატონო შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ მეორე მხრივ არ ატყენებ საქმის კურსში, რომ ჯერ 4 წლის პერსპექტივაში ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, იმიტომ რომ მე ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი ამ ბრიფინგის შემდეგ წავიდა და რაღაც გადატანა გადმოტანები დაიწყეს თავისი დანაზოგების. ეს გაურკვევლობა არ უნდა იყოს. შედეგი გარკვეული საკითხების ბრიფინგების დაშენშემდეგ არ უნდა იყოს მეტი გაურკვევლობა საზოგადოებაში. ამიტომ არ გამოურიცხავ იმასაც კი, რომ ყველა დანაზოგი დარჩეს ესეთი გადაწყვეტილება მიიღო ჯერ გუნდთან არ მიმსჯელი ამაზე, ვიმსჯელებთ ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილებას, ყველა დანაზოგი ჩვენი დარჩეს ეგრეთ წოდებულ დაბალ რისკიანში და თუ ადამიანს მოუნდება რომ საშუალო ეგრეთ წოდებულში ხას უსვამ, ეგრეთ წოდებულ საშუალო რომ მაღალ რისკიანში პორტფელში გადაიტანოს თავად და არა ვიღაცა მასაკის მიხედვით გადაუტანოს, შეიძლება ამ გადაწყვეტილებამდეც მივიდეთ, მაგრამ როგორც მინიმუმ 2028 წლამდე რაც იყო რჩება ისე, არაფერი იცვლება და თუ საპენსიო სააგენტო მოახერხებს 4 წლის აქამდე ეს სამწუხაროდ ვერ მოხერხდა 4 წლის პერსპექტივაში ყველა გაათვითცნობიერებს დეტალებში და შემდეგ მოქალაქეების გადაწყვეტილება იქნება სხვადასხვა პორტფელებში განათავსონ თავის დანაზოგი, ეს მოქალაქეებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ უზრუნველყოფთ ძალიან მოკლედ, რომ მოქალაქემ თავად გადაწყვიტოს თავისი დანაზოგის ბედ და ამ საკითხს არანაირი რისკი არ შეეხება სხვაგვარი. დიახ. ბრიტანეთის გასაგებია. ბრიტანეთის თუ გონიათ რომ ამ ხელა სავაჭრო ურთიერთობების სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი არ არის ძალიან ცდები და ეს უნდა გწოდნოთ აქამდე ეს ერთი. მეორე.
სტრატეგიულ პარტნიორები ევროპის ქვეყნები რო არიან და ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთს ეს თუ იცით, არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებში იცით ეს. მინდა სწორებ თუ არა? საქართველოს გესაუბრებით მეც. საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობა რომ მიწაში ჩადით, უკაცრავად ასეთ გამოთქმას იყენებენ ხოლმე ჩვენთან. ევროპელები და ამერიკელები რო სტრატეგიულ პარტნიორობას ირჩევენ და შესაბამის დოკუმენტები არსებობს და შესაბამის თანამშრომლობები არსებობს, ეს იცით თუ არ იცით? ძალიან კარგია. დიახ, კარგი კი არ არის, ძალიან კარგია. ერთ-ერთი ზესახელმწიფოა თანამედროვე სამყაროში ჩინეთი და უდიდესი პოტენციალი და რესურსი. და მასთან სტრატეგიული პარტნიორობა თქვენი აზრით არის ცუდი, ჩვენი აზრით არის კარგი და ამ სტრატეგიულ პარტნიორად ირჩევენ შტატების და ევროპელების და საქართველოსის რატოა ცუდი? ერთი წამით ეს ამერიკელებმა და ევროპელებმა არ იციან თქვენი აზრით. მადლობა. აი რა მოგიწევთ? საქართველოს საუბრობ და რატომ საქართველოს საუბრობ დროს ეხლა თავარაც ეხა გაუკვირდა ევროპელებს და ამერიკელებს ხსენება კაცო? საქართველოს საუბრობ ისე გაოგნებული მეუბნებით რომ გეუბნებით მაგალითს ვიღებ ამერიკელების და ევროპელების და თქვენ მეუბნებით არა საქართველოს საუბრობ. საქართველოს საუბრობ მეც. საქართველოს რატომ არის ის რაღაც ცუდი, რაც კარგია ევროპელებისთვის, რაც კარგია ამერიკელებისთვის. ამიხსენით მეთქი და ვერ მიხსენით საქართველოს საუბრობ ისე გაოგნებული სახით და რა ვიცი. მე მგონია რომ მეც საქართველოს საუბრობ მის პოტენციალზე, მის მომავალზე, მის სტრატეგიულ სწორ გადაწყვეტილებებზე და თქვენ ეს არ მოგწონთ და ისევ საქართველოს საუბრობ მეუბნებით და არ არის. ამიტომ ვიცით თუ არა? მინდა ვსკურებ რომ ამერიკელების და ევროპელების სტრატეგიულ პარტნიორობის შესახებ ჩინეთთან გაგიგიათ რამე თუ არა? დიდი მადლობა. კიდე საქართველოს საუბრობ. რავი, დაიბენით არა უშავს ძალიან განათლებული ნიჭიერი ადამიანის ზანდებით და მომავალში ასეთ თემებზე აღარ დაიბნებით. ახლა კი. ნახეთ ბოლო დღეებში თქვენი ნებართვით დავამატებ არა მხოლოდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ადამიანი უმაღლეს თანამდებობის პირი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაჭრობის საკითხზე პასუხს აგებს. უმაღლეს თანამდებობის პირი ვაჭრობის საკითხში რამდენიმე დღის წინ ჩასული იყო და მან ისაუბრა ამერიკა-ჩინეთის პარტნიორობაზე და მის უდიდეს მნიშვნელობაზე. ასევე რა თქმა უნდა ბრიტანელები, ასევე რა თქმა უნდა ევროპის ქვეყნები საუბრობენ ამ მნიშვნელობაზე, როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ისევე სტრატეგიული პარტნიორობის, სტრატეგიული თანამშრომლობის სხვა სფეროებზე და ის რაც ამერიკელებისთვის კარგია, ევროპელებისთვის კარგია, ისინი როგორც აღიარებენ ჩინეთის როლს, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს საქართველოს, იმიტომ რომ ჩინეთი არის ცუდი საქართველოში და ევროპაში და ამერიკაში ჩინეთთან დამოკიდებულება არის აბსოლუტურად სხვაგვარი. ასეთივე დამოკიდებულებას მივჩევთ ჩვენ. ალბათ შოკის მომგვრელი იყო პრემიერის ვიზიტი, როდესაც ის პირველ პირს შეხვდა ჩინეთში და ერთი დღის განმავლობაში მესიჯი ვერ გაასწორეს. რა ეთქვათ ვერ გაიგეს. და შემდეგ დაიწყეს რომ ჩინეთი ხშირად არ გვეს აი როგორც ეხლა თქვენი კოლეგა მეკითხებოდა რაღაცა შეკულებებს და ასე შემდეგ. ჩინეთი ერთი დიახ თქვენ რამდენად კომპეტენტური ხართ რომ ჩინეთის სანდოობაზე ვილაპარაკოთ, მე არ ვიცი, არა მაშინ დარწმუნებული. ყოველ შემთხვევაში ამერიკელები და ბრიტანელები ბოლო 3 დღის განმავლობაში სხვაგვარ მესიჯებს უშვებენ და ამბობენ არავითარ ეს არ გამოთქვამენ არც სანდოობას და მათი პარტნიორობის უდიდეს მნიშვნელობას და პრიორიტეტულობას საუბრობენ და საქართველოს მთავარი ჟურნალისტი ლაპარაკობს რაღაცა ამაში არ არის აი ამბავიო მთლადო და ეხლა ცოტა თუ შევადარებთ ერთმანეთს უხალხო მდგომარეობაში აღმოჩნდებით. დიდი მადლობა. მე გირჩევდით რომ ყველა გაერკვეს საპროცესო საკითხებში, უმარტივეს საპროცესო საკითხებში, მე არ ვსარგებლობ ამ შემთხვევაში ჩემი პროფესიით, იძიებს შესაბამისი ორგანო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სავარაუდო მუხლს და თქვენ რო ყიდით ხოლმე ისე არა რაღაც მტკიცებით ფორმატში და მასის ზედამხედველობას როგორც ყველა გამოძიებაზე, იმიტომ რომ პროცესუალური ზედამხედველობა ახორციელება საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს პროკურატურა. მაგრამ ყველაზე მთავარი ისიც რა არის, ყველაზე სამწუხარო ამ ქვეყანაში არის ის, რომ ტრაგედიით სარგებლობა ხდება ჩვენი ოპონენტების მიერ. ის რაც თელ სოფლიოში არ მინდა ეს თქვა გამოვიტანო, მაგრამ მაინც რეალური ეს არის ბრალდება სტიქიას. იმას ცდილობთ რომ თქვენ საქართველოში დააბრალოთ ხელისუფლებას. ის რაც სტიქიის წარმოუდგენელი შედეგია, ტრაგედიაა,
ეს გინდათ მიაწეროთ ხელისუფლებას. აი გუშინ მაგალითად სოციალურ ქსელებში და დღეს თქვენს ტელევიზიებში, ნაცნობრობის ტელევიზიებში, თქვენს სპიკერებში, აი დაწყობილი ერთი message box-ი ვერ წარმოიდგენთ, რამდენად იდენტური message box-ი აქვს, დაზეპირებული message box-ი, აი გუშინდელი წვიმიდან გამომდინარე. და მაშინ როდესაც სინამდვილეში შეხება, იცით? კარგად გავერკვიეთ ბოლო დღეებში ამ თემებთან დაკავშირებით. შოუის ტრაგედიამ გვაიძულა, ასე ვთქვათ, რომ პოლიტიკოსებიც გემოცათ, რომლებსაც ამ თემასთან დაკავშირებით კომპეტენცია არ გაგვაჩნდა და რაღაც ელემენტარულ წარმოდგენის გარდა, რაც ჩვენი კომპეტენციის ბაზაში უნდა გქონდეს, ჩვენც გავერკვიეთ დეტალებში. მე მართლა არ ვიცოდი ბევრი რაღაცა, მაგალითად, მონიტორინგის სისტემა გარემოს დაცვას და შესაბამის უწყებას აქვს აწყობილი და იწყობა და ვითარდება წლები დაჭირდება ალბათ კიდევ იდეალურამდე რომ მივიდეთ და გაგვიწიდება იდეალური არაფერი არ არის სამყაროში, მაგრამ რაღაც სრულფასოვანი მონიტორინგის სისტემამდე, იმიტომ რომ აი საბჭოთა პერიოდში რო იყო მონიტორინგის სისტემა, ისიც კი გაანადგურეს, არა თუ განაახლეს და არა. მაგალითად 2006 წლიდან თბილისში გაანადგურეს, იყო თუ არ ვცდები საბჭოთა პერიოდში როგორც მითხეს 3 თუ 4 სადგური, რომელიც განსაზღვრავდა ინტენსივობას, ნალექის რაოდენობას და ასე შემდეგ. ერთი დარჩათ გაუნადგურებელი, ვაშლიჯვარში იყო ის ერთი და დღეს გვაქვს 6, ერთი ძველი და 5 ახალი სადგური, რომელიც განსაზღვრავს წვიმის ინტენსივობას, ნალექის რაოდენობას და ასე შემდეგ და ამაზე დაყრდნობით ჯერ წინასწარ შეგვიძლია ვთქვა და ამაზე უფრო კომპეტენტური დასკვნა იქნება რამდენიმე დღეში მედის ანალიზი ხო ამის. შეგვიძლია ვთქვა რომ 2015 წლის 13 ივნისს რაც ნალექი მოვიდა 6 საათის განმავლობაში, 2 იმდენი მოვიდა გუშინ 3 საათის განმავლობაში. დაახლოებით ეს მონაცემი, ეს სუსტი მონაცემი არ შეიძლება იყოს. დაახლოებით ეს მონაცემებია და ამიტომ იყო რომ ქალაქის მერიც იმას ამბობდა, რომ ასეთი ნალექი ბოლოს არავის გვახსოვს და 2015 წელსაც კი როდესაც ეს ტრაგედია გქონდა, რაც გქონდა, ამაზე გაცილებით ნაკლები ნალექი იყო და ბუნებრივია ეს ყველა ქალაქში, ჩვენ სამწუხაროდ ჩვენს დედაქალაქში ქმნის ხოლმე პრობლემას. იდეალური არაფერი არ არის. სადღაც შესაძლოა ჭარი თუ რაც არის ისიც შეიძლება წინა დღეს უნდა გაწმენდილი იყო და 4 დღით ადრე იყო გაწმენდილი და იმა რაღაცა ეს ხარვეზები შეიძლება ყველგან იყოს, მაგრამ სისტემა ზოგადად მუშაობს და ქალაქის სამსახურები მუშაობს გამართულად. კიდევ ვიძახი, კიდევ ამბობ, ერთი ძველი დანგრეული სადგური იყო, რომელსაც ხელი შეავლეს და ნაცმოძრაობის დროს 2 თუ 3 გაანადგურეს, გააფრინდა. სხვა სისტემებზე აღარ ვლაპარაკ. 2006-დან საერთოდ მოშალეს ყველაფერი და დღეს 200-ზე მეტი სხვადასხვა ლოკაცია არსებობს, სადაც სისტემური ანალიზი ტარდება, რომლის მეშვეობითაც თბილისში არის 6 სადგური. ვიმეორებ, ერთი ძველი, რომელიც დარჩა დაუნგრეველი ნაცებს და 5 ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადგური, რომელიც ზომავს ამ ყველაფერს. სულ წმენდა საჭიროებს ესეთი საკითხია, ამაზე შეიძლება ეგ როგორი საკითხია ისიც ისა თეონარი შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, ეხლა მე მაგ თემაზე მე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ამაზე 1000 გვარ სპეკულაციას ააგებენ. ეს ისეთი საკითხია, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება წახვიდეთ დედაქალაქში და აი ესეთი წვიმის დროს შეიძლება პოზიტიურად გააშუქო, რამდენად თქვათ მოწესრიგებული იყო სისტემა, რომ აი ამაზე მეტი პრობლემა არ შეიქმნა, შეიძლება ერთი ხის მოტეხვის გამო ისეთი ნეგატივი აგო, როგორცაც აკეთებენ გარკვეული წარმატებით, ზოგადად წარმატებით ჩვენი ნაცნობრაობის აგერ ტელევიზიები, რომ რა ვიცი, ანუ ორი მხარე აქვს ამას. ხარვეზი ყველგან არის 100%-იანი იდეალური სისტემა წყალარინების სოფლიოში შეიძლება არ იყოს. ეხლა წარმოიდგინეთ 200 ადამიანი და 300 ადამიანი ხდება ხოლმე ჩვენზე გაცილებით ხო საშინელებები ხდება, ეს ძალიან ცუდი შედარება მე თვითონ გეუბნებით, რომ ძალიან ცუდი შედარებაა და მაინდა-მაინც არ მოვდით იქ ოპოზიციას თავში, რომ დააბრალოს ხელისუფლება კვლელები ეძახოს ამის გამო. აი წარმოიდგინე, არ მინდოდა მე თქვა, მაგრამ რადგან ამ საკითხზე საუბარი დავიწყეთ. მინიშნებას გავაკეთებ ხოლმე ვერ ვიტყვი. უბრალოდ ენა არ მომიბრუნდება, რომ სუსტად დავახასიათო ის რა ხდებოდა ის უბედურება შოუში. თქვენ ხო იცით, აი მინიშნებას გაგიკეთებთ, როგორ ამოყავდა მაშველებს, როგორ ამოყავდა ადამიანები რამ მდგომარეობაში და აღარ გავაგზავნებ, იმიტომ რომ ჭირისხლები არიან და იმ გარდაცვლილი ადამიანების პატრონები არიან, ამიტომ გული გაუხეთქო იმ ადამიანს, ისაც რა დღეში არიან, ხო? აი ამის ფონზე, როდესაც ყველა მიწის
აი ამათმაც იციან ჩვენმა ოპონენტებმა ყველა რა მდგომარეობაში იყვნენ მიცვალებულები. მეორე დღემდე იქნებ ცოცხალი იყო არავინ მიეხმარა. ამას რომ იტყვი და თან იცი რა მდგომარეობაში იყვნენ გარდაცვლილები. ამაზე დიდი ბოროტება თუნდაც მესიჯ ბოქსში გაწერილი არ არსებობს. პირველ 3 საათზე კეთდება ხოლმე აქცენტი. აი მე ჩემს საქმეზე თქვი ამასთან დაკავშირებით. თუნდაც 3 საათის შემდეგ პერიოდზე როდესაც აკეთებ ადამიანი. აი თუნდაც რაღაცის განმავლობაში ვლაპარაკობ. 1 საათი რომ იყოს, როცა იცი, როცა არ იცი გასაგებია. ქართულ საზოგადოების ძირმა ნაწილმა შეიძლება არ იცოდეს. ვერ ვამბობთ ამას უბრალოდ. როდესაც იცი რა მდგომარეობაში ამოყავდა იქ ადამიანები და თუ გნებავთ ეთერის შემდეგ გეტყვით, კამერის წინ ამას ვერ ვიტყვი. ზუსტად აი 3 საათის განმავლობაში ლაპარაკის დიდი ბოროტებაა. იმიტომ რომ გარდაცვლილ ადამიანებს მდგომარეობას, ფიზიკურ მდგომარეობას იგებენ. აი 2 საათის შემდეგ ის რომ დაემართებოდა 1 საათის შემდეგ ადამიანს ხა ვეღარ ვიტყვი ამის მის და გთხოვთ თავი დავანებოთ ამ თემას. დიახ. აი ამ ყველა რაც მე ახლა ვილაპარაკე ამის შემდეგ საგამოძიებო კომისიაზე ეს რომ იციან რაც მე ახლა ვთქვი და კიდე საგამოძიებო კომისიაზე და კიდე რაღაცა თავის პოლიტიკურ ნარატივს გაკეთებენ აქცენტებს ეს არის ყველაზე დიდი მავნებლობა და ბოროტება რაც შეიძლება ადამიანმა მოიქცეს. მადლობა ნახევარს.